ბავშვები იკითხებინათ რა მეხადა თავი უკვე. აი მე კარგი რა დედა რა ბავშვები არიან კაცო და უნდა იხმაურონ აბა რა უნდა ქნა. ინგადეიდა. ომარიკო დაიმალა და ვეღარ პაულა. დამალობანას თამაშობთ? დაიცა თავურეკო. საწავიდო და ახლა. ომარიკო სათხარ კაცო გეძებენ ბავშვები. რა ბოსალში ბიჭო გამოდი გელოდებიან ეხა დროზე. ახალი დაბანი დაგაბოსელებ მაშინ. მოვა ბავშვები. მე გამოიტანეს ფეხსაცმელები დამოთვალიერებინა რა ჩამოგივიდა. გეორგი, ომარიკო გამოიწვევს ხარ ჯერა სახში მოვიდეს. აი ეს ორი წვილი გამოვიწერე ფოფსარეად. ამდე და ისე მალე ჩამოვიდა არ ველოდია. რომელია? ბანს. ხო, ეს წითლები ანასტასიამ გამოწერა. ნახე რა ხარისხია. სიგეს ბოშამ გამომწოიფერებ თათმათა ვერ მოეშვა. არა მაყიდინა ეს წითლები. კანკია. და ეს მეორე წვილია ომარიკოსი. დედა ნახე რა კაი ფერი სპეციალებია. უყურე. დედარი თუ ვერ მოაღწია კიდე ამ ბავშვმა რა. ნახე. შენათროს რა უკიდე დღეს იუბილარე რო არის 12 წელს რო გახდა. აი მე ჩემი სიკვდილი. როგორ დამავიწყდა კაცო ლაშას დაბადების დღე. მაგრამ ჯერ დილა და გავალ მიულოცა. და რა ვაჩუქო. დე ჩემ ფეხსაცმელები ჩამოვიდა. ლაშას დედა გირეკავს დე თიადეიდა. ხოთეა. აი მე მოერგო. ხო, აბა სპეციალურად დავარჩიე მე ლაშასთვის კაცო. ფოფსარიადან გამოვწერე. ხო, ისეთი ხარისხი. კაი, აბა ჩემო კარგო, მშვიდობაში სულ, მშვიდობაში. კაი. ომარიკო, შენი ფეხსაცმელები არ ჩამოსულა ჯერ, მალე იქნება. აუ ჯე, ქართული ძალებაში სულ უცნაური სიტყვებია რა. მიდი მე მითხარი და აგიხსნი. უნარო რას ნიშნავს? ადამიანს რო არაფერი შეუძლია ამ ქვეყნად აი მაგას ნიშნავს. მამა შენი არის უნარო. რო არ შეეძლო არაფერი ადგა და მიგვატოვა. და მუდო რას ნიშნავს? აი პონტებში ვარიძრები საერთოდ მაგას ნიშნავს. პონტებში. კაი ეს ბოლოა. ქვეშ-ქვეშა რა არის? აი გვეძეგიზის. სასჯელს რომ მოვულენ ახლა ანასტასიას. აი ეგ არის ქვეშ-ქვეშა. კი, დავწერე ძალება. ლახმა იყო? დედა ქვეშ-ქვეშობს ანასტასიას. ხო. თიკლე მოდი გამოვწეროთ ფეხსაცმელი. დაიცადე. Effect sneakers. ხო ის გვერდია. მაჩვენია პარამოდელებია. ეს მაგ. ეს ოქრაშულს ცოქუშინ ამას არ გამოვწერ. ეი, რა მაგარია. 1+1 აქცია ყოფილა. Adidas-ის და Puma-s მოდელებზეო. ხო? ანუ ორ ფეხსაცმელს მივიღებ საჭუქრად? ორს არა. ერთს რო იყიდი, მეორე მოყვება საჭუქრად. ნახო, ეგ ისედაც ეგრეა ხოლმე. მარჯვენას რო იყიდი, მარცხენა მოყვება საჭუქრად და მარცხენას რო იყიდი, მარჯვენა. ნუ გააჩნია. ეხლა ტვინი ამიფეთქდება. გოგო 1+1 აქცია იმას ნიშნავს, რომ ერთ წყულს რო იყიდი, მეორე მოყვება საჭუქრად. ნებისმიერი, ან Adidas-ი, ან Puma. მე გითქვა ეგრე ადამიანურ ენაზე. გეომეტრიის გამოცდა რომ მომიწყე. ხო, გამოწერეს ფეხსაცმელები და მოუტანა დღეს კურიერმა. ანასტასია, მიდი მოიტანე რა ის ფეხსაცმელები, ვაჩვენელიას. მოვა ახლა. შეხედელია დიდი რა მაგარი სპეციალები გამოუწერე. ეგენი თეკლა მიყიდა, Puma-s მოდელია. ეგენი ჯინსი ხდება ძალიან. ხო, აშკარად კარგები ჩანს. უი თეკლას რა ვიწრო ფეხი ქონია. თეკლას ტვინიც ვიწრო აქვს. ძლივს გავაგებინე რა იყო 1+1 აქცია. გოგო, მარიკოსაც გამოუწერა ფეხსაცმელები ვეძებ ახლა. 50%-იანი ბაზაკლება იყო ნარჩიტელას მოდელი, ხო. რა ნარჩიტელა? მარჯილა ქვია. ხო, რაც არის ახლა 100-ს ვარ მაპატიო. შეხედე რა ხარისხია. ნახე მიდი. ომარიკო, ნელა, მოძრება მაგას ტარი. აი მე ტარზე გამახსენდა გოგო, იმ დღეს ლამის საციხოდ გამიხდა საქმე, ისევ ნერვიულდი. რა ციხეში გოგო, რა გაქვს საციხო? კარგი ლალი რა, ვისაც უპარდებენ ხო რა ამბობენ ხა ეკუთვნით რა. გოგო, იქ ვიყავით აქციაზე. ეს დიდი დრო შემქონდა წაღებული რომ აქ დიდარიანი როვა და ორი ხელით ვაქნებ ხოლმე ცალი ხელით ვერ ვერები და რო ვაქნებ ამას როგორ გვერდზე ხომ უყვებიანი რიადში ისინი პოლიციელები. ხო და რო ვაქნებ ამას მოხდა იმას კეპში პოლიციას მოძრა ესკები და კიდე კაი ერთი ამბავი არ თქვა თორე შემიფარდებდნენ ეგრევე თუ რავი რაც ქვია. პოლიციაზე თავდასხმა. ეგრევე მაგას. აი მე გადარჩენილი ხარ გოგო. ლაზარი არ ჩამოსრიალდე დიდი მანდრა, ცხელი იქნება ეს სასრიალო მზეა. არ ჩამოსრიალდე მეთქი.
აი დაგეწვა. მოდი აქ პუდრა მაქვს. იმას გახერდე. დამუნა ღარიბაშვილი. მომქარი და არ მიყვარს რა. მე ხო გულზე მიხატება რა. ჩაულებდი უთამოყარეო. რატო გოგო? დედა გახარიას პარტიაში ხარ გაწევრიანდა გოგო ან ლელოში. არა გოგო ვალი აქ ჩემი და არ მოუცია. რა გახარია და ლელო. რა ვიცი გოგო უთამოყარეო და ეგენი გამახსენდა ეგრევე. ტომარიკო მოდი ერთი წუთი აქ. მე მივდივარ 19-ში აქციაზე აგერ ლიდეიდაც მოდის. ხო და რედაქტორო შენ უდაბებოსთან საღამოს ხო გაჩერდები? აუ მაგასთან არ დამტოვოს, უკაც მეთამაშება ხოლმე და არ მინდა. რატო არ გინდა ახლა ვერ გავიგებ? კაცო გეთამაშება სულ თუ სულ რო აგებ? არაფერს თამაში ამან არ იცის. უკაცრავად, აქ მომასწავლის მეურადების მაღაზია, არჩევანი ქვიაო და როგორ შევიდე? რა არჩევნებში უნდა შეხვიდეთ? რომელი პარტიიდან ხართ თქვენ? არა ქალბატონ რა პარტია, მე მეურადებს ვეძებ. მეურადებს ეძებთ? აი კუთხეშია ეგ. სტაფილოსფერ კორპუსთან. აწერი არჩევანი ზედ. კარგით. ოღონდ დიდი არჩევანი არ აქვს ქალბატონო. 9, 25 და 41 ზომებია მარტო დარჩენილი. დედა გაგიჟებული ვარ უკვე რა. წავედ საჭმელი დავადგა გოგო. გნახავ აქციაზე 19-ში უნივერსიტეტთან. შენ იცი? მომას კიდე ის მახინჯი ბიჭი რა მოაწონა ვერ გავიგე. რას გავს? აუ მანქანა ყოლია. მე გავაღებ. ხებულია. მაგარია მომიტანეს. ტომარიკო ვინ იყო კარზე? არავინ. გოგო ეს არის რაღაცა საიდუმლო მისიებში. რაღაცებს. ვასო შეხედე, ორეო მომიტანეს, ახალი განსაკუთრებული შეფუძვით. ორეო კვადრატული რატოა? იმიტომ რომ მალე გამოდის Minecraft-ის ფილმი კინოთეატრებში. ორეო შეფუთვაზე QR კოდია, რომ დაასკანერებ, საიტზე გადახვალ, ჩაკვიჩავ კვადრატული ფორმის ორეოს და შეიძლება მოიგო ფილმის ბილეთები. და რაც ყველაზე მთავარია, ლოს-ანჯელესში ვიზიტი Warner Bros. სტუდიოში. რა მაგარია, მიდი ცადე. თავგადასავალი იწყება. კურკში ჩავადგი ფეხი. დაი მაგითა შემოხვიდე ხასახში დააწყემად შემოსასვლელში. რა იყო რანაირად ჩაადგი? ძაღლის კურკლი იყო. ზემოთ თავიდან დამეძახა ვასომ და დაბლა არ ვიყურებოდი. შეხედე სულ დასრედია. დედა გაწიე კაცო რაც ხვირწილ მიტრიალებ ვერ გავიგებ. დააწყემად შემოსასვლელში რომ გამახსენდეს გავრეცხო მერე. ნახე იქ მიდი 5 დავდე. გახსენი დაგიყიდე. ახალი ბოტასები. შენ წინასწარ იცოდი ისინი რომ დამესწრებოდი და მაგიტომ იყიდი ახლები? რა წინასწარ ვიცოდი კაცო ნუ მოდიალობ რაღაცებს ჩაიცვი მიდი ერთი გაისინჯე. კარგია? წინ თითი როგორ აგაკ? კარგად მაგ ჩემი ზომა. სად იყიდეს? გამოგიწერე. საიდანაც ანასტასიამ გამოწერა ამას წინ თავისი უბალანსები, იქიდან გამოვწერე მეც. ფოფსარი აქვია მაღაზიას, ხო, ონლაინ მაღაზია. რას ამბობ კაცო უმაღლესი ხარისხის რეპლიკებია, შეხედე. ოერთხელ იცი ვასო მიყიდა ფეხსაცმელი ბაზარში და სახში რომ მოიტანეს ორივე მარჯვენა იყო. მეორე დღეს ის გამყიდველი ვეღარ იპოვეს და ეგრე დადიოდა ერთი თვე. მოღრეცილი ქონდა მე ფეხი. დედა რანაირად დადიოდა მე ორივე მარჯვენა თუ იყო. მოვიდი. აქეთ ვარ შემოდი. რა მოხდა? ეს ფოტოსები ვინ დააწყო შუა გზაში? ფეხი წამოყარე და წავიქეცი. აუ რა სუნია. ის რა არის? აუ ეხლა გულია მედივა. სიკვდილი ჩავხედე თვალებში რა. უბედურებაა ეს. დედა რა მოგივიდა გოგო? ვაიმე სუტალახიანი გაგშარვალი, ახალი შარვალი ეგ, აი სტილია. რა ვიცი მე ვტინტელია. სვეტას ოლაპარაკებთ გოგო სამსონიძეს, რომ დავემშვიდობე და შემოვტრიალდი, ფეხქვეშ რომ მიწა გამოგეცდება, ჩავარდი ორმოში. როდის ამოთხარა ის ორმოდა, ვინ ამოთხარა არ ვიცი. ეგ 2-3 დღის წინ ხო ამოთხარის გზაა გასასწორებელიო და ეგ შენ გაასწორე და მეორე ეგენი გაასწორებენ, კაი რა. ეგ რა ლებანიძების ბავშვი ჩავარდათ გალიას კი შეგნით, ხო? მე ხო დადიან საარჩევნო და პოლიტიკოსები კაცო უთხრათ აგერო მინგრეულია ყველაფერი და პირობები არ აქვს. კაი რა თინგო რა, ეგენი სულ ერთმანეთს ლანძღავენ მის დღემში კაცო. მე კარგი ვარ, ის ცუდია, მე ანგელოზი ვარ, ის ეშმაკია და მე რა შემადგება ეგა კაცო. არა გეკითხები.
დადიან გარდაკარდა, ჩემთანაც ხო იყვნენ ამოსულები. ლამარას დავკაკუნეს კარებზე, გასაუბრება გვინდაო და მეუთხარი გარდაიცვალა ეგ კალითქო. კალი კლინიკამდე ვერ მიდიოდა და წამალს ვერ ყიდულობდა მეთქი და შენ წარმოგიდგე ჩაიქნიეს ხელი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა დარესულები ადრეს აძლევდნენ ხმას არჩევნებზე და მეგარი ალბათ მაგათვის მთავარი. ერთი გადავაწყდე რომელიმეს რა. იმაზე კი არა ვილაპარაკობს. უმუშევრობა როა გამეფებული. წამალს ვერ იყიდი, საჭმელს ვერ იყიდი. ეს ამდენი ხალხი გარბის საზღვარ გარეთ, ჩემი ორივე შვილი წავიდა. ერთი იტალიაში, მეორე პოლონეთში. ეს ნორმაა? ხო და ერთმანეთის ლანძღვით კაცო ხალხს არაფერი უკეთდება. მეტად უნდა იყვნენ მობილიზებულები ამ ხალხსა და მაგის საჭიროებებზე. ოქრო ვერცხლი არავის არ უნდა კაცო, მაგრამ ღამეს რო ვათენებ და 700 ლარი მაქვს ხელფასი. მაგით ვარ ჩინო ოჯახი. თანში როგორი პუტკუნა და ესეთი შვილები ყავს, როგორ მიყვანა, ნიუანე და მარიამი. გიორგი და ელენე გოგო. ხო, ძალიან მიყვარნან. და ჩემი შვილები უმაღლის და მაგითაც რო დამთავრებულები 800 ლარიან სამსახურში არა იყვანეს არცდად. აბა და რა შვილები ყავს მერე შენ? ჩემი შვილები ვით მიყვარნან ზურა და კრისტინე. დაჩი და ნინი. ხო, ძალიან მიყვარნან. მარინა დიდი როგორ ხარ? სახშია ხო თიკო? კი სახშია შემოდით. ცივი გავიკეთე გოგოები მოდიანო გამაფრთხილა. ოთახშია. აუ, მარინა დიდი ეს დივანი იქით გახოლმე და ეს კარა და იქით. დიზაინი შეცვალეთ? თქვენმა და ქალმა შეცვალა ეს, ხო? ამ ბოლო დროს დიზაინებზე და ეგეთ რაღაცებზე მელაპარაკება და მეც კი მომწონს პრინციპში რაღაცნაირად სივრცე გამოჩნდა, ხო? შეიტკნი ოთახში და მოგიტან ტყავებსაც ეხლავე. თიკო რა შვები? გოგო დიზაინერობა დაიწყე ოთახი რო შეგიცვლია? გოგო ხო იცით რომ მომწონდა ეგეთი რაღაცეები რა, ნუ ეხაც მომწონს. რამე კურსის გავლაცაც კი ვფიქრობდი, რა ინტერიერზე დიზაინიან რამე. აუ იქ ძალიან მაგარია, გინდა მოგიძებნო? ამაცინათ შემთხვევა რაღაც მსგავსი. აუ ვერ წვით ტუალეტში გავალ რა, ჩემ გარეშე არ დალიოთ ყავა იცოდე. აი ნახე აბა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის იმ ძალიან ცნობილები არიან რა. თან უწერიათ რომ აგვისტოში ყველა კურსზე აქვს 30%-ამდე ფასდაკლება. აუ თიკო რანაირად შეცვალა ეს სახლი. ტუალეტის მაგრო დაივანზე გავედი, გამომყევი რა. აი ეს ცივი ყავები აქ არის ანასტასია და მოვლენ ესენიც. შვილო, ამ ჩემ შვილს უნდა მეგონი რაღაცა კურსის გავლა. ოღონ ამან რამე მოინდომოს და მე გადავუხდი ფულს, რა თქვენ აი мотиваცია მიეცით რა გეხვეწები. აი ინტერიერის დიზაინი ძალიან მოეწონებოდა მარინა დიდი და თან უნაინაცაი და ადგილზე მისვლა შეუძლია, ფასდაკლებაც გქონიათ. ეხლა ჩაგიგდებთ მე თქვენი მესენჯერზე მაგ ციფრული ინდუსტრიის აკადემიის გვერდს. ой, მოვიდა ცივი ყავები. იმედიათ ეკლა უნიტას მაინც მიაკნებს. გოგო იქ დატოვე? მიდი თორე შენ ოთახს მეგრეთ მამა შენ შეუვარდება საძინებელში. მე შემომტენა ინგამ შენი საყიდლები. რა უნდა ვიყიდოთ? მიწერია სია. 6 მათემატიკის როეული, 4 ქართულის, 3 კალამის, 3 შავი ფანქარი და ფერადი ფანქრები. კიდე 1 საშლელი, სათლელი და პენალი რო ეგენი ჩავაწყო. შეუბედურება სკოლის დამზადეთ მზითვები. მაჩვენი. მოიცა პენალი ხო გქონდა შენ? ის დედამ აიღო, ძაფები და ღილები ულაგია შეგნით. შენ ხო თქვი რომ კეშბექიაო და არ დაიხარჯება ბევრი ფული. ხო თბილისის მოსწავლეთან ახალი ბარათი თუ გადაიხდი და თან 18-23 წლის ხარ, 40%-იანი კეშბექი გიქნება 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით. საკანცელერო ნივთებზე და რაღაც ტანსაცმლის მაღაზიებზე, მაგრამ ტანსაცმელზე იგამ წაგიყვანოს. ხო, ტანსაცმელებზე თუ დედას მივყავარ ხოლმე. აუ რა ცუდად რო ყოფილა დადეგებიდან სკოლამდე. მან და ქართულის როულები მანახე. არ გამაგიჟო სპაიდერმენის როული აღარ იყიდო ეხლა, გაიზარდე ცოტა. კაი ხო, მაშინ მანქანიანებს და მოტოციკლეტიანებს ვიყიდი. ეს ფერადი ფანქრებიც ავიღოთ. რა ფასიანებია? ეს 5 ლარიანი, ესენი 18. აიღე ეს 5 ლარიანი. დიდი მხატვარი შენ ხარ ახლა. ანასტასია კეშბექი რამდენია გეყოფა შენ საყიდლებზეც? და 750 ლარია მაქსიმალური 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით კეშბექი. მაგრამ სტუდენტებს მერე კიდე ძალზე გვიქნება. 6 სექტემბერს 150 ლარიანი ლიმიტი ისევ 40%-იანი კეშბექით. ხო ინგა. ანასტასია მათემატიკის როული არ იყიდოთ ყვავილებიანი ღიზიანდება მასწავლებელი. რა ღიზიანებს? რა ვიცი ახლა გაუთხოვარი ქალია. ანასტასია ნახე ჩვენ მეზობელ გიორგის გავს. ავარჩიე ყველაფერი და მოდი გადაიხადე. გამარჯობა, იგინი გავატარო და თბილისით გადავიხდი. ხო კეშბექი დღეს. დიახ არის, პარტი გნებავთ? კი გნებავს. ხო, ჩემი ძმისშვილი ჩამოდის ახლა ზესტაფონიდან. მოვაწუთი წუთზე. ეს დღეები ჩვენთან იქნება, ხო და მერე მიდის ტურში, ექსკურსიაზე. აი მოვიდა მე მგონი გადმოგირეკავს აღამოს რა. ომარიკო გააღე კარი. გიო, როგორ ახარ? კარგად შერავახარ. მამიდა არ არის სახში? კი, სახშია. ვინ მოსულა? ეს გვიკადრე? როგორ ახარ, ბიჭო?
აი მე რამ ხელა გაზრდი ვხარ მამინდა რა იყო და შენი სტაფილოს გარდა არაფერს არ გაჭმეს შემოდი აქეთ რაო აბა რატურში მიდიხარ ეხლა მოყევი ხიდები შემეცნებითი ტურია და მამაჩემა ჩამწერა მან ზესტაფონს რო არ გაცელდი ხარ მთელი ცხოვრება ნახავ მთელ საქართველოს მოივლიო მარტო კემბი ვდივარ ახლა მაგრამ არა უშავს მარტო იმიტომ გიშვებს რომ შეინტოლები გაიცნო მან და ახალი ადამიანები კაცო აბა გიჟი კი არ არის ჩემი ძმა ხა ძმაკაცებთან გაეშვი მან დაახლოვდები კაცო მათ ახალ ადამიანებთან მე რატო არ მიშვებ მან მეც დავახლოვდებოდი ეს არის ახლა 14-18 წლის მოზარდებზე კაცო და მომავალ წელს გაგიშვებ შენ მომავალ ზაფხულში ნაზიკოს ჩამოყავს თავისი ბიჭი იტალიიდან ხო და ერთად გაგიშვებთ მე აღაც იქნებიან იგენივე ემიგრანტები ჩამოდიან თურმე და ამაზე კარჩი რაში უნდა დახარჯო ფულიო უთქვამთ ჭკვიანი ხალხი ეგრე იქცევა ახლა გენაცვალე წლები რო ცხოვრობს საზღვარგარეთ გინდა არ გინდა ცილდები ახლა აქ ევროპას და საჭირო ესეთი შანსები გამოიყენო და გახვიდე კაცო სხვა კუთხეში ნახო როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და რა ხდება და როგორია ვინგა ჩიტულა გიო შეძვილო რა იყო რომ სიმაღლე ხარ მარტო სტაფილოში ჭა როდის მიდიხარ აჰა ჯერა ჩამოსულა ადამიანი და მაგრამ როდის მიდიხარო სტომათ მოყარება მაინც არის გოგო კარტველი ხარ 5 აგვისტოს იწყება და ცოტა ადგილია დარჩენილი ჩამწერა მამაჩემ ამან ვა რა მაგარია ამბიციონები წამოვიდოდი მანდ და თქვენ ქალბატონო სტომათ მოყარება ნამდვილად არ მიშლება იმედი მაქვს რომ გიო ამერიკას ოთახში წვება ინგა ბებო მისის მე ბირო შევიღები მე რამდენი კამერით ამერიკა ხომ იმდენჯერ არ უპასუხე სპეციალურად თუ არ გითქვამს რა ეწოდინება ახლა ისე გემრიალად დაიახა თუ შოპინგი ორნაბიჩში შეხედრა იმ დროებით ნახე ამომალაგებინე მოდი ეგენი ეგ მარგარინები შეაწყებ ქვემოთ სულ დაბლა კარადაში სუპერში მიდიხარ და კიდე ზოგეს კვერცხი იყიდე როდის მიდიარ ჩვენ სუპერში ხვალ ხო ხვალ რა ვიცი ისეთი იაფი იყო რომ ხელს გამოვაყოლე ევრო იტყვიან მან პასკაც ვიყიდე და რომ მოვა ამერიკო გაუჭრე შეჭამს თუ ამერიკოს რატო მე გამიჭერი როდის ეგ მოვა კაი ახლა შენ კიდე რა იყო პატარა ბავშვი ხო არა ხარ ვერ გავიგე ისე ჩაისკი მიაყოლებ და კაცი გაჭერი ახლა თუ გინდა რა პრობლემაა ინგა სახში ხარ გოგო მაღაზიაში ხარ ჩამოდიხარ შენ ზორნაბიჩში თეთანეტა მწოდნო და გოგო ვერტლა ამოვედი მანდედან ხო რო ამოხვალ ამომიარე და პასკაზე დაკპატიჟე ლია აი ეს ზოგეს კვერცხზე არის აქცია და აწყდება ხალხი იცოდე მოასწარი ვინდა ნახრენად გაიჭრე ეს პასკა სუდანამციც და აბა რა იქნება გოგო ხერხები დანიტროჭრე ვერ გავიგე ნახე რა უქმნია რა ფაინე მუსკატეს ყიდვა დამავიწყდა და დაურეკო ლიას ლია გოგო გეხვაწები მუსკატეს ყიდვა დამავიწყდა ამომიყოლე რო ამოხვალ რა მუსკატ კაი ჩაიც გაკეთდა აუ მაგარუნავი პასკა ინგა გამომხედე მოგიტანეს აი არ ჩამიდი სხვა არაფერი იცოდე ხო გაიხარე ლია გაიხარე შენ შემომიარე მე რა იცოდე ხო კაი შეხედე მუსკატი დავაბარი და ცუკატი ამომიყოლა ჩამეგზავნე მიდი რა ლია ის თვაფლის ადიყიდე გოგო შენ მაჩვენ ერთი რომელია 3 დღე მაგაზე მელაპარაკება ბავშვი გამაგიჟა რა აჭამე ეგეთი აი ეგენი უკანა მხარესებს მწვანე შეფუთვაში მეც უნდა ვიყიდო დღეს აქციაშია მანამდე აქ შაქარს ავიღებ ხვალ ჩემი უნდა გავაკეთო ვაიმე აკეთებ უკვე და მე ისე შევსდი შარშა რო არ გავაკეთე რა ეხლა ვფიქრობდი მეთქი კლიავი ჯემი ხო არ გავაკეთო თქო უყვარს ანასტასიას და შაქარს კიდე რა ნახევარ ფასში ვგდულობ ხომ მე ბორნაბიჩი დაილოცოს ამათი ბარათი ვაიმე ეგარ გამახსოვდა როგორ ეჩხუბე გუშინ მაგ ბარათის გამო გოგო ომარიკოს აბა რა გააკეთა გოგო შაქარი და პური რო იყიდე ბარათი უნდა გამიტარო 4 კულა დავკარგე ხო უნდა გავხდე კაცო კლუბის წევრი აი ეს ცეხვიც უნდა ავიღო კუბიკებად ვჭრი ხოლმე ჩემი გვანცა რომ ინჯეს და ფიცაზე ვაყრი ეს უყვარს რო ხო ზოგავ კაცო ადამიანი დაზოგვას რა ჯობია მამა ჩემს უყვარდა დაზოგვა იმდენი ზოგა რომ კი მაგაგერ 60-იანი გლდანში ხო მეც კაც გავარ სულ სვანაიდი კაცი იყო ის აბა რა უია კარგი ბანანებია ხოლმე წამოავწონოთ მიდი აწონე შენ აგერ ვიდგები სალაროსთან რიგში ამ ბავშვის მერე აი მინე და ამ სალფეტკებზე და საპნებზე თუ აქცია არ წერია ხო ეგ კულებზეა ქალბატონო კულები ნახოთ და გადაცვალოთ მერე მაჩვენეთ აბა ტელეფონი ამდენი კულა გაქვთ მაგას უნდა 200 ხო ვაიმე არა ქალბატონო 8 კულა გაქვთ სულ აი ეს რამდენი ღირს 24 და 75 ბარათი გამატარებინე არ მაქვს ბარათი არ ვიცი დედა მე გავატარებინე ბარათს რა პრობლემაა კაცო ჩვენი მეზობელია გიორგი თედო მქვია თედო ხო ლია მოდი აქეთ ვარ 25 კულა დავიდრე ინგა ნამცხორს ლიესთან მოწყობ თუ ჩვენთან
ლიასთან კაცო ისეთი ბისკვიტი ამოყავს მაგის გაზის ღუმელს, რომ სიას ჩახედე მიდიშე რა გიწერია მან. მოიცა კიტყვი ნოუთებში მქონდა ჩაწერილი. შუალედური კონსპექტი მაღლივის ჭორის სამსა. აი აქ არის ნამცხვარი. ესე იგი ერთი ცალი შაქარი, კალათ აიღე ხელში. აჰა, შაქარი ავიღე, ეს ვანილი. ისუნი აქ ამას. კვერცხი ხო გვინდა? კი 10 ცალი. ხო, ეგენი იქით არის. ვა, თიქ შენც აქ ხარ? რა შენ მოხვედით უკვე? გოგო მოვედი ხომ არ დაჭიმა სახლში ამოდიო ჯერ და მე საღამოს გავიდეთ თუ გინდა. აუ გოგო კი მეზარება დღეს, ნამცხვარს ვაცხობთ ლიასთან. ნუ ესენია ცხოვრობენ მე უნდა უყურო. გოგო მომისმინე ახლა რა ვალ სახლში მოგიყვები რაც გავიგე ბექასი და ენენოზე. ოღონდ ხომ ახლა მოსმინე არ დამოყვა. ინგა ძლივს გიპოვი ამ სტაფილოსფერ ფასებს დაძებ თუ რასაკეთებ? გოგო, ისედაც სტაფილოსფერი და მწვანე ფასები არ არის ყველგან. ისეთი აქციები კლუბის წევრობაზე. მისმინე მანდ ბრძე გვიწერია. რძი, დაიცა. არ წერია. ხო, კაი, მაინც ავიღებ ბახველებს ომარიკოს და დავალევინებ. ომარიკოს როდის ახველებს? კაი ხო, არ ახველებს, მაგრამ ისეთ ფასად არის, რომ სამომავლო ყოლებისთვის ავიღებ. კაი ხო, ჩადი. თეკლე კიდე აქ შემოხვედი, რა მინდა გავიწყდა? ანუ შანსი არ არის საყომდე ვერ მოვიტმენდი აქ ჭორი რო არ კითხე, ესე იგი ბეკას თურმე ლაპარაკობ ტელეფონს. ხო და ეგ დნმ-ის ტესტი გაიკეთა იმან, ჩვენმა მეზობელმა სოფელში. ხო, ანუ შენობა კი ხაფინ გაიკეთა ნაზი ზირაქიშვილმა, ხო და აღმოჩნდა რომ მაგისი დაიყო გაშვილებული იქ. გვერდზე სოფელში, გოგო, იქვე აი ყურის ზირში. ხო. და რა ვიცი, ალბათ 3-4 წლის ამბავს გიყვები. ჯარ მომწონს ეს პატრიკ. ბოლომდე შეჭამიცოდე მაგას ახლა. ვერ შევჭამ. რას ვერჭამ, ვერ გავიგე, მოსულთავებული დამტესტებში. გოგო, ვერ არიან ესენი კაცო, ბადრიჯანი გავაკეთე ოქროსავი და პირსერაკარებს არც ერთ. არ არის ოქრო. ბოლომდე მეთქი ახლა. ხო, არ ვიცი მე რანაირი ჩემი შვილები არიან, ვერ გავიგებ. მეც უნდა გავიკეთო ერთის დნმ-ის ტესტი რა არის ასეთი. დავადგინო. ხო და მე მოგცემ იმას, რა ქვია, თამუნას ნომერს. დედა თუ მიწერია ნეტა მუსერიძის ის ტელეფონი. უნდა მქონდეს სადღაც, მოკლედ რომ მქონდეს გაგიგებ ახლა მე შენ მაგას. ეტყვი დაურეკავ და ეტყვი კაცო, რომ თამუნა ის ტესტი მინდა და არა გოგო, რა სახლში მოდის და გიკეთებს წესს, თუ შენ თვითონ გააკეთებ ყველაფერს და გაკვალიანებს. ხო, მე რომ მოვა პასუხი გამოაგდებს მაშინ, რა ქვია, სანათესო. აბსოლუტურად ყველაფერი, ხო. ხო. გული მეეო უკვე. დაგირეკავ ცოტა ხანში და ეს თუ არ მივასიკვდილო მე არ ვიცი და შენ ესე იგი დე ბავშვებო უნდა ვიქეიფოთ იქ ეზოში და რამე გვაგზირს რომ დავაფინო დასაჯდომად. ეს რა ვიღო? რა უნდა აიღო ბიჭო, ჩემი აბრეშუმი შარვალია ეს. ეკნება მზერამოს რაღაცა ძველი პლეტი და მოგიძებნი. ბავშვებო იქითკენ გადით ხესთან და მოვალნეთ. მან დააწყეთ ეგენი. ანას ეს რატოსებიც აწაიღე. სამზარეულოშია მეორე კარატაში. მაგრამ სულ არ გაზიდო ხერცელ და მიტოვე მეც. და არ იხმაუროთ კიდე წივილ-კივილი როა ხოლმე. აჰა, ეს წაიღე, დიდია და გეყოფათ ამ ყველანი დაეტევით. ეგ პარკი წაიღე, მაგრამ ნაგავი ჩაყარეთ შიგნით. ბებო, იქ სიმინდი მოვიტანეთ წეხან ბავშვებთან და მაგით გეხოცე ბატიბუდი გავიკეთე რა წაფაზე. ვერაფერს ვერ გავაკეთებ, ძებდა მეპნა წაღანა სულ ეგ სიმინდი. რანაირად დაგებნა? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეგ სიმინდი უკვე ქათმებმა შეჭამეს, თუნდაც საქართველოში დაეპნა. არ გესმოდა წაღა ქათმების ბედნიერი კრიახი. ოპა, მარტო ამ ზელატოსით ვიქეიფოთ. რანაირი ლაპარაკია კამბავს რა. გამოიტანა მე ნიკოლაძეების ბავშვები ამის სამოყვანილი ერთ თავი ყოლი და გეკეიფათ. მაგრამ წუწუნაკები რო არიან ეგენი მის დღემში, სხვისი უნდათ მარტო. დე წამო ესენი იქი წამაღებინე. აბა როგორ ახართ ბავშვებო, რა მოგართვათ ახლა? ჭადები გამოგიცხოთ? აუ კი რა, დედა ჩემი ძალიან მაგარ ჭადებს საცხობს. აუ მარი ხელი ზოგობა აკაცოც და დე მოკალი. ფაიბი მომეც ჩუსტი. აბა მოკალი? რანაირად მოკლევდი, ბარბარეს სულთყავდი. მარი ეს არის.